გაგვემარჯოს, ჩვენ ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა. ლიტერატურაზე საუბრობს კი მიზეზი არ ჭირდება, მაგრამ ასე მონოლოგებს ალბათ გარკვეული мотиваცია და მიზეზი უნდა, რომ აზრი ჰქონდეს. და მიზეზი რის გამოც ამ საუბარს წერე არის ის, რომ პრაქტიკულად ადამიანების ცნობიერება ორად გაიყო და სერიოზული ომი არა მარტო თბილისის ქუჩებში, არამედ ოჯახებში, კლასში, ყველგან აბსოლუტურად. და მე არ მგონია, რომ ამ ომს აღორძინება მოჰქონდეს, ან საერთოდ ეს უბრალო ამბავი იყოს და ეს არ იყოს ის საფუძველი და საწყისი, რასაც მე მივყავართ ანუ ბოროტებამდე, აბსოლუტურ სიგიჟემდე, კაცისკულამდე და ასე შემდეგ. და პრაქტიკულად ამაზე წერს ლიტერატურა, რომ და განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველა და განსაკუთრებით ალბათ ალდა ქეთელაური და როგორ გადავაბა ერთმანეთს და როგორ შეიძლება დააკავშირო, რაც დღეს ხდება საქართველოში იმასთან, რაც ხდება ალდა ქეთელაურში. ცოტა ასე ვთქვათ, ცოტა უცნაური განცხადება, მაგრამ როგორც ყოველივე ლიტერატურაში, ზოგადად ყველაფერი უცნაურია, მოკლედ აბნეულად ვლაპარაკო. ალბათ იმიტომ, რომ ემოციური თემაა. და როგორც ყოველთვის, როცა ემოციების ჭარბობს, ლოგიკური მსჯელობა უკან იხევს, მაგრამ შევეცდებ მაინც რომ რაღაცნაირად გავაერთიანო და სათქმელი გამოვთქვა. ანუ ის რაც დღეს ხდება საქართველოში და რაც გუშინ მოხდა პირადად ჩემთვის არის ის, რომ ორი მხარე უპირისპირდება ერთმანეთს, ხო? და ორივე მხარეს გონია, რომ თვითონ არის აბსოლუტურად მართალი, რომ მისკენაა სიკეთე, რომ თავად უკრია საჭეების სიბრძნისა და მასე ლაპარაკება ღმერთი, ანუ ზუსტად იცის რა არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან, ზუსტად იცის როგორ უნდა დამკვიდროს სიკეთე და ზოგადად სიკეთის დამკვიდრების იარაღი, პრაქტიკული იარაღი, ანუ მიმართულია საზოგადოებრივი ცხოვრების შეზღუდვისკენ, რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევისკენ, რაღაც წესის და რიგის შემოტანისკენ და აბსოლუტურად აცნელი ადამიანის გულს. რასაც ლიტერატურა და ქრისტე გეუბნება არის ის, რომ ვერავის, ანუ ადამიანის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ გულია ცოცხალი, ხო? თუ გულის შეძრო მოახერხე, თუ და გულის შეძრას მოახერხე მხოლოდ პირადი მაგალითით, მხოლოდ თამდაბლობით, მხოლოდ ჭეშმარიტების განუწყვეტელი ძიებით, სრული თავშეწირვით, როგორც ეს კაიყმაშია, სრული უანგარობით, ანუ უპირველეს ყოვლისა საკუთარ ბუნებასთან ბრძოლით. ანუ საკუთარი სამყარო უნდა გეჭიროს ატლასივით, მხრებით და მუდმივად გრძნობდეს სიმძიმეს პასუხისგებლობისა და ცოდვისა, თუ გინდა რომ ვინმეს გული შეძრა და რამე შეცვალო და ზოგადად ცვლილებები არის უხილავი, მხოლოდ იმისთვის დასანახი, ვისაც ესმის, ვისაც ცოცხალი გული აქვს და არამც ეს ცვლილებები არ არის ხილული საზოგადოებისთვის და არ არის ასე ვთქვათ საზოგადოების სასწაული ტრანსფორმაციის პირიქით საზოგადოება ყოველთვის ამ ცვლილებებს აღიქვამს, როგორც ტრობას, როგორც ღალატს, როგორც მცდელობას იმისას, რომ მთელი საზოგადოება ჩაიყვანო მიწაში, გაახვიო ანარქიაში. ანუ ის რაც ალდა ქეთელაურში ხდება, ხო? ალუდა ახალ ჭეშმარიტებას მოიპოვებს, აბსოლუტურად ახლებურად იაზრებს იმას, თუ რა დრამა თამაშდება სიამთვილეში ცხოვრებაში, რა არის ვაჟკაცობა, რა არის ჭეშმარიტება და როდესაც იაზრებს ამას ხარშავს, ანუ ძნელი მონანიების გზას გადის და ტვირთს ზიდავს და შემდეგ იცვლება და არ შეუძლია ის იყოს, ვინც მანამდე იყო. ახლა ის უნდა გააკეთოს ვინც სიამთვილეში არის, ხო, ანუ უნდა დაუკლას ქისს მოზვერი მის სულის სამხვეწრო, იმიტომ რომ თემი, ანუ ადამიანის სიბრმავე სადამდემიდის და დღესაც პრაქტიკულად იგივე ხდება და არ იცვლება ადამიანის
ბუნება და ხასიათი, ხო? ადამიანის სიბრმავე იქამდე მიდის, რომ არ მარტო აქ გინდა და უკარგო ადამიანს ყველანაირი პატივისცემა, სტატუსი და ასე შემდეგ, არამედ იქაც იმ სამყაროშიც გინდა, რომ მოუსპო, ასე ვთქვათ, სულიერი გადარჩენის შანსი, გარანტიები გჭირდება, რომ არა მარტო აქ, არამედ საიქიოშიც წარწყმდება. ამიტომ ჭრი მარჯვენას ქის, რომ ვეღარ იმოძრაოს, ვეღარ იბრძოლოს, ხო, საფყარად იქცეს, მისი სულის გადარჩენის არანაირი შანსი აღარ იყოს. ამიტომ კლავენ ზვიათაურს ქისტები საფლავზე, რათა მათ მკვდარ შეეწიოს საიქიოში, ძალიან საინტერესოა, რომ არა მარტო იქ, არამედ საიქიოში უნდა შეეწიროს, იგი როგორც არ უნდა ილაპარაკო ღმერთი არსებობს, არ არსებობს, ათეისტი ვარ, თეისტი ვარ, ეს არის, ის არის, ჩვენი ცნობიერება მაინც აბსოლუტურად აგებულია ასე ვთქვათ, სამგანზომილებიან გაგებაზე, ხო, ქვესკნელი, შუასკნელი და ზესკნელი, ეს ცხოვრება და საიქიო ცხოვრება, რომელშიც ან ჯოჯოხეთში ხვდებიან სამოთხეში. და როდესაც ომს ვიწყებთ, როდესაც უპირისპირდებით ადამიანს გძულს უიბრძვით რაღაც ჩვენსაც ვამტკიცებთ იმ რწმენით, რომ ღვთის წინაშე ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ წავალთ აუცილებლად სამოთხეში, ჩვენ ვიცით სად არის კარგი და ცუდი და რომ ჩვენ წინ მდგარი ადამიანი ჯოჯოხეთიდან გველაპარაკება, ასე ვთქვათ, ხო? ხო, სად ვიყავი, აზრით დამიბნა. სიამოვნებაში კი ამ ქვეყნად ყველაფერი კარგი მოდის არა ასეთი ბრძოლიდან, არა ასეთი ჯვაროსნული ბრძოლიდან, როდესაც ვერ ხედავ ხას იქით, ფრონტის ხას იქით, ბრძოლის ხას იქით ადამიანს, როდესაც ტერი აბსოლუტურად ბნელია და შენ აბსოლუტურად ნათელი ხარ, როცა სიო განადგურო ადამიანი და გონია, რომ მისი განადგურებით მოპოროტება მოისპობა და საკუთარ ტვირთს პრაქტიკულად სიამთვილეში კი ამას იმიტომ აკეთებ, რომ საკუთარი ტვირთის შეიმსუბუქო, ხო, საკუთარ თავთან ბრძოლის, თავის წინების, სინდისთან გათავისწინების, საკუთარი ტვირთის სიდვის მოსახსნელად აკეთებ სიამთვილეში ამას, იმიტომ რომ როცა გჯერა, რომ შენ მართალი ხარ, ატლასივით ძლიერი გგონია თავი, თუმცა არ ხარ ატლასივით ძლიერი და შენზე არ ადგას სამყარო პირიქით. მტრობა არ არის სივრცე და შეიძლება ამ საუბარსაც დაარქვა საკრალური სივრცე, იმიტომ რომ ვიღაცებს გონიათ, რომ საკრალური სივრცე ეს რაიმე გეოგრაფიული ადგილია, ხო, მაგალითად ხატია, თაშისაც ქალებს არ უშვებენ, ან რა ვიცი, საკურთხეველი, ან ეს ვთქვათ, ის რაც უბრალოდ მეტაფორაა, სახეა, გარეგანის სახეა შინაგანი პროცესებისა, იმდენად დაკარგა შინაგანმა, იმდენად დაიცალა მნიშვნელობისგან, იმდენად დაკარგა კავშირი ყოველგვარ სულიერთან, რომ თავად იქცა კერპად, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სიამოვნებაში აქ თავარი სულიერი გეოგრაფია, ხო, საკრალური შინაგანი სივრცეებია, მეტაფორა შინაგან მდგომარეობას ასახავს, ნამდვილი სამყარო, შინაგანი სამყაროა, ყველაფერი ნივთიერი, მიწიერი, ხორციელი, მხოლოდ მეტაფორაა შინაგან სამყაროში მიმდინარე აზრებისა და არა პირიქით, რომ შინაგანი გაქრეს და ასე ვთქვათ, ხორციელი იქცეს, კერპად, რისი, არაფრისი, ხო, იმიტომ რომ შიგნით აღარაფერი აღარ ხდება და როცა შიგნით აღარაფერი აღარ ხდება, მაშინ საკრალური სივრცე ინგრევა, იმიტომ რომ ეს სამყარო არ ადგას კერპთა ყვანისცემაზე, ეს სამყარო დგას ცოცხალ გულზე, ხო? როგორც ილია იძახს, ჩატეხილი ხიდი, გულის მეორე ნახევარი, რომელიც მკვდარია და მკვდარ გულებს შორის არაფერი არ ხდება. ეს სამყარო დგას ჯოყოლაზე და ზვიადაურზე, ეს სამყარო დგას ალდაზე და მუცალზე. იქ სადაც ადამიანები ხვდებიან, რომ სანამ შეპყრობილი ხარ ამ დამაბრმავებელი ეგოისტური სიძულვილით, ხო, ადამიანის მიმართ, სანამ ვერ ხედავ მასში ადამიანს, სანამ
არ აღიარებ, რომ შეიძლება ცდებოდეს, სანამ არ აღიარებ, რომ ღვთის წინაშე ყველანი ერთნი ვართ, ხო? როცა ჩემს, და ესეც საკრალური სივრცეები, ამ საკრალური სივრცის მეტაფორული გამოხატულება, ან შეგიძლია თქვათ, რავი, სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, არის თქვათ შენი სახლი, ხო? სადაც შემოსული სტუმარი ღვთისა, იმიტომ რომ შენი სახლი ის სივრცეა, რომელიც პოლიტიკურ-სოციალური ცხოვრების მიღმა, ხო, ინდივიდუალური სივრცეა და ამ ინდივიდუალურ სივრცეს შენ ხარ უფალი და რადგან შენ ხარ უფალი, სრული პასუხისგებლობა შენზეა და ამიტომ ღვთის წინაშე ხარ მხოლოდ და მხოლოდ პასუხისგებელი, ხო? აქ აღარ არის თემი, აღარ არის სოციალური წესრიგი და ამაზე დგას სამყარო და როდესაც შენ სახლში შემოდის სტუმარი, როგორ მოიქცევ იმას აბსოლუტურად შენი პასუხისგებლობაა. სხვა საქმეა გარეთ, ხო, იმიტომ რომ გარეთ თემის ნაწილიც ხარ, გარეთ სოციალური არსებაც ხარ, გარეთ ყველაფერი ის არის, ასე ვთქვათ, ფარდობითია, გარეთ ყოველთვის ორი ბოროტიდან ნაკლები ბოროტის არჩევა გიწევს, მაგრამ არა შიგნით სტუმარ-მასპინძლობის სივრცეში, სადაც შენ ხარ, შენ ირჩევს და შენზეა აბსოლუტურად პასუხისგებლობა, სადაც ცის თაღი შენ გიჭირავს ატლასივით. და აქ მთავარი ის არის, ღვთის წინაშე ერთნი ვართ და რას ნიშნავს ღვთის წინაშე ერთნი ვართ? არანაირი ამ ქვეყნიური პატივი, ღირსება, ოჯახი, სიტუაცია, შეცდომა და ასე შემდეგ, რა მოხდა მანამდე და რა მოხდება მერე მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია მე რას ვხედავ შენში, მთავარია ჩვენი გულებს შორის რა დიალოგია, ხო, მთავარია რას მეუბნება ჩემი კატეგორიული მორალი. და როდესაც ივიწყებ ყველაფერს, მთელ ამ, ასე ვთქვათ, მთელ ამ მტრულ მორალს, ხო, ასე სხვა ჯიშის ხალხი, სხვა რელიგიის ხალხი, სხვა ზნისა და წესის ხალხი, გძულს და დეჰუმანიზაციას ახდენ ვიღაცისას მარტო იმიტომ, რომ სხვა ზნე აქვს. ზნეს არაფერი საერთო არ აქვს ღვთაებრივთან. გძულს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვათ, ამას ასიაკეთებს და იმას ისი არა, ისეთი ესთეტიური აღქმა აქვს და ასეთი არა, ამიტომ შენ მასზე უკეთესი ხარ, ხო, რაც ეს ყველაფერი წინასწარ განწყობი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას დიდწილად ყველაფრისადმი, მაგრამ როცა ეს ყველაფერი იშლება, ხო, და რაც ხდება, ასე ვთქვათ, სტუმარ-მასპინძლის სივრცეში, სადაც ღვთის წინაშე ერთნი ხართ, მაშინ აქ უკვე ლაპარაკობს, აქ უკვე ისმის არა ეგოს ბღავილი, არა რაღაც მტრული განწყობა, არამედ აქ უკვე ისმის გულისხმა, რომელიც ნაზია, მშვიდია, რომელიც სიცოცხლეა, რომელიც სულ სხვა ჰანგზამღერის, ხო, რომელზეც არის რომელიც ქმნის ყველაფერს მშვენიერს, რაც ამ ქვეყნად არის, რაც კულტურაშია, რასაც ემყარება ქვეყნიერება. ქვეყნიერება არ ემყარება ომებს, ქვეყნიერება ემყარება აი ამ განცდას ადამიანთა შორის, რომ ღვთის წინაშე ერთნი ვართ და მოусმინოთ გულს, მოусმინოთ კატეგორიულ მორალს. და ესეთი სივრცეები, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ის ობოლი მარგალიტია, რომლისთვისაც ვაჭარმა ყველაფერი უნდა დასთმოს, რაც მანამდე ჰქონდა, რომ იყიდოს ეს ობოლი მარგალიტი, ხო? როდესაც მუცალი ალუდას უყურებს, როგორ წააგო უბრალოდ ალუდა უყურებს მუცალს, როგორ წააგო მუცალმა ბრძოლა და უნდა დანებდეს, ხო, იმიტომ რომ რაღა აზრი აქვს, გულში მოხვდა ტყვია, კვდება, მაგრამ არა, მუცალი წაგებულ ომში იბრძვის. ჩვენი საზოგადოებრივი მორალი, ჭკუა, გონება, ასე ვთქვათ, ჩემთვის რა არის უკეთესი, რა ვიცი, ყოველთვის გვეუბნება. რაღაცებს აზრი არ აქვს, ხო, რატო უნდა ჩაიგდო ხიფათში თავი, რაც დღეს მაგალითად მუდმივად ისმის, ასე ვთქვათ, ადამიანებისგან და მუდმივი ნიშნის მოგებაა და მუდმივი შეხსენებაა იმაზე, რომ რატო ჩააგდე ფიზიკური, შენი არსებობა საფრთხის, შენი ბრალია, ხო, რატო გამოიწვიე, ეხა რაღაც წუწუნებ და რა გინდა, რაც არის აბსოლუტურად, არ ვიცი მე, ჯაყოური ხედვა ამ სამყაროს, ისაც ხედავ მხოლოდ ფიზიკურ არსებობას და ფიზიკური არსებობის მიღმა ვერ ხედავ, შინაგან სივრცეს, შინაგან გეოგრაფიას, იმ ასე ვთქვათ, ნამდვილ ადამიანურ განცდებს, რის გამოც საერთოდ ვარსებობთ და რაც სიცოცხლეა, ხო, არა პურითა ერთითა ცოცხლობს ადამიანი, არამედ
ანუ ღვთისპირიდან გამოსული ყოველი სიტყვით. მაშინ ასე უნდა დადგე და თქვა, რომ რა სიგდებდა, რა ჭირი უნდოდა, ვთქვათ, ფრიდონს, რომ მიდიოდა იქ და კუნძულზე მარტო წავიდა, სადაო კუნძულზე მარტო მიდის ფრიდონი და მღერის ხო გამოწვევას უგდებს თავის ბიძას წეს და ეუბნება, რომ არ მეშინიო მე თქვენი აღარ მარტო გამოვედი და უცველი ვარ და აბა გამოდით ხო თუ კარგი ბიჭები ხართ და არის ამაში პოეზია. ანუ ეს არის პოეზია, ხო? ანუ ეს რაღაცა, რაც შეგიჩდება, ეს რაღაცა ჭია, რაც შეგიჩდება, რომ მოდი აბა შევამოწმო, მოდი გავრისკო, მოდი ავყვე ამ სურვილს უცნობის კვლევისა, ხო, რაც მაგალითად ზვია დაურსაუფლება, როცა ჯოყოლას ხედავს და მოსწონს ჯოყოლა, მოსწონს მისი ქცევა და ანუ ლიტერატურაში არასოდეს არ უნდა იფიქრო რაღაცა ბუნება, ანუ ეგრია და მორჩა, ხო, იმიტომ რომ თუ ამ სტადიას ვერცდები, რომ ეგრია და მორჩა, ანუ მზია იძახის, რომ ანუ მინდიას ეუბნება, რომ უნდა შეინახო, ან ცეცხლი მინდა, ხორცი მინდა, ცოშვილი უნდა შეინახო და ხო, აბა კაცო, კაცი რა კაცია, თუ ცოშვილი არ შეინახა, ანუ მაგის მიღმა თუ არ იხედები, ანუ იდიოტი ხარ, ხო? როგორც შემოსწავლეებს ვამბობ, სტაჟიანი იდიოტი, იმიტომ რომ ანუ დეტალებს დააკვირდი, სიტუაციას დააკვირდი, განზომილებებში გადაიაზრე, ანუ ადამიანი მარტო ხორცი არ არის, ადამიანის სულია და შეიძლება ლუარსაბისთვის სული რაღაცა ქარის მონაბერია, რომელსაც დასდევს წინ და უკან, მაგრამ ჩვენ ხო ლუარსაბები არ ვართ, ხო? თუ გინდა ლუარსაბი იყოს, დაგიხატა ილიამ ძალიან კარგად ლუარსაბის ბედი, ლუარსაბის არჩევანი, ლუარსაბის მომავალი, ლუარსაბის წარსული, გინდა ლუარსაბი იყო, რომელსაც არ აქვს არც პოზიცია, არც მომავალი, არც წარსული, არც ხედვა, ანუ მოდის ადამიანი ამ ხელმშვენიერ სამყაროში და ვერაფერს ვერ ხედავს გარდა საჭმლისა, ხო? ანუ მისი ცხოვრება მოსაწყენია, ანუ ნახევარ ცხოვრებას მონელებაში ატარებს და მოწყალობისგან ბუზებს თulis, ანუ გინდა ასეთი არსებობა. ხო, საიდან დავიწყეთ ეს? გადავედით და ახლა მთავარ აზრს როგორც ყოველთვის ავწდი. ანუ ხო და პოეზიაზე ვლაპარაკობდით. ანუ ჯაყო რომელიც დასცინის თეიმურას, ხო, რომ ხა დედამიწას ღერძი იქონდეს განაურმის თვალია, გინდა ჯაყო ჭკვაში მოატყუა, ესეთი ხალხი დღეს ინტერნეტში აკომენტარებს, ხო, რომ ეს ჩაიგდეთ თავი საფრთხეში, რა გინდათ. ანუ დედამიწა არ დგას, ყოჩაღ დედა ჩემი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, ხოდეცა რომ თხოვე არ იხმაურო. ანუ დედამიწა არ დგას ჯაყოსნაირ ხალხზე, დედამიწა არ დგას მტარობაზე, დედამიწა არ დგას ამ ტომობრივ დაპირისპირებაზე და იმის განცდაზე, რომ მე ვეკუთვნი განათებულთა მხარეს და მე მართალი ვარ და უნდა გავანადგურო მტერი. დედამიწა დგას საკრალურ სივრცეზე, სადაც ხოლ გული ელაპარაკება გულს, სადაც პატიებაა, სადაც შინაგანი ხედვაა, როგორც სადაც თავმდაბლობაა, ხო, იმიტომ რომ ალუდა უყურებს მუცელს, რომელიც სადაც აგებულ ომში ბრძოლაა, სადაც იცი რომ წააგებ, მაგრამ მაინც მიდიხარ. სწორედ იმიტომ რომ მოიგო მარადისობაში, ანუ სადაც გასცემ იმიტომ რომ მიიღო მარადისობაში, სადაც უანგარო ხარ, იმიტომ რომ მოერიო საკუთარ ბნელს, იმიტომ რომ ერთადერთი რაც იმეც არ გაგიცრუებს, ეს საკუთარი გონება, გული, ღირსება და ღმერთია, ხო? სხვა ყველაფერი იმეც გაგიცრუებს. სხვა ყველაფერი წარმავალია, სხვა ყველაფერი ფარდობითია, სხვა ყველაფრის ხელში მოგდება შეუძლებელია. ამიტომ კაიღმა. ამიტომ ეს გონებისთვის უცნაური ქცევა, ხო, რომ გაეცი, არ აიღო, ანუ სხვანი იყოფდნენ ნადალს, ის ისე მტრის წინ გვინაოდეს, რატო არ უნდა იფიქრე ნადალზე, იმიტომ თუ ნადალზე იფიქრე, მტერი სიფხიზლეს მოადუნე, მტერი გამოგეპარება და ჯარსაც დაღუპავ და თავსაც დაღუპავ, ხო, იმიტომ რომ არ არის ეს შუალედი, ანუ ჩემი მოსწავლეები ხშირად მეუბნებიან, შუალედი არ არის რომ გამოვძვრეთ, არ არსებობს ეს შუალედი, ხო? დგება მომენტი, წამიდრო, როცა შუალედი არ არსებობს. როდესაც კატეგორიულ მორალს აყრდნობი, როცა შინაგანად შენ თავს როგორ განსჯი, იქ შუალედი არ არსებობს, იქ არის ან ბნელი, ან ნათელი სინდისი ან გაქვს, ან არ გაქვს. ამიტომ არის ძნელი ხო იყო ატლასი და ეს ლოდია თრიო შენი ხრებით, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ არის აუცილებელი უანგარობა. ანუ რაღაცა თავისთვის დაეტოვებინა, ესე არ არის, იმიტომ რომ დუნდება სიფხიზლე, იმიტომ რომ
ეშმაკი ჩასაფრებულია ხო როგორც ლომი რათა შეგჭამოს იმიტომ რომ წვრილ ხაზზე გადიხარ როგორც ოთარანთქვრივი იძახის სადაც ცოდო გამძიმებს და ყოფში გაგდებს და მადლი მსუბუქია შეგიჩდება და გადაგატარებს ეს განცდა ეს დრამატული განცდა სამყაროს განცდა იმისა რომ თუ კეთილი არ ხარ აუცილებლად ბოროტი ხარ ადამიანებმა დაკარგეს ხო იმიტომ რომ ადამიანები ხედავენ მხოლოდ ხორციდან დაკარგეს ეს მითოსური ცნობიერება და აზროვნება უბრალოდ დაკარგეს კი არა აღარაც ცნობიერებენ არ ცხოვრობენ ამაში მათი ცნობიერი ნაწილი არ არის ეს და თუ ეს მათი ცნობიერი ნაწილი არ არის მაშინ ბრბოს ნაწილი ხარ მაშინ მხოლოდ სისხლის მსმელი ხარ ხო რომელიც ვერასოდეს ვერ ფხიზლდება საკუთარი ასე ვთქვათ სიზმრიდან ალუდა რომელსაც ელანდება ეს სისხლში ცხოვრების სინდისი რომელიც გიხატავს ყველაზე უფრო საშინელი რეალობის სცენებს რომელშიც ცხოვრობ და რომლის აღიარება და გააზრება ძალიან რთულია არა ადვილი მიხვდა რომ სისხლში ცხოვრობ რომ კაცის ხორცს ჭამ რომ ცდები ხო მაგრამ და უფრო კარგია რომ ყოველთვის როდესაც გონება ასეთ სურათებს დაგიხატავს გაექცე რამე სასიამოვნოში არ მეგობრებთან არ იფიქრო არ დარჩე მარტო არ გაიაზრო არ დასევდიანდე ხო ასე ვთქვათ მარხვა მარხვა ეს არის და მარხვა ის არ არის რომ სამარხო კატლეტები კლაპა ხო და კუჭს ებრძოლო ხო სად ვიყავით და სწორედ ის რომ ჩვენ გვაქვს ვერ ვიტყვი რომ მსოფლიო ლიტერატურაზე ასე ძალიან ჩავფიქრებულ ვარ ან შექსპირის ის ვარ როგორ უნდა ვთქვა შექსპიროლოგი ვარ და ასე შემდეგ და ეს ფართო ის ცოდნა გამაჩნია ამისა და იმისა მაგრამ ვაჟა-ფშაველას დავეთანხმების კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი რომ საკუთარ ლიტერატურას როგორც შეიცნობ ისე სხვა ლიტერატურას ვერ გაიგებ და ამ ლიტერატურის გადასახედიდან უნდა ჯერ საკუთარს უნდა იცნობ და რომ შემდეგ ვთქვათ შექსპირი გაიაზრო ღრმად ამიტომ რა თქმა უნდა როცა ვიძახი რომ ჩვენ ქართველებს გვაქვს ლიტერატურა რომელშიც არის ყველა ის გამოწვევა ყველა ის კითხვა რომელიც სინდისიერმა ადამიანმა გამოღვიძებულმა ადამიანმა ფხიზელმა ადამიანმა თავის უნდა დაუსვას და არის გზები თანაგანცდა კათარზისი გზა რომელსაც გმირი გადის ის გზა რომელიც გვასწავლის რომ მხარეს უნდა წავიდეთ და რომ ეს ყველაფერი საოცრად პრაქტიკული ფილოსოფია ხო ეს არ არის რაღაცა ცხოვრებას მოცილებული რაღაცა ხელოვნებისთვის ამბავი ხო ეს არის ის რაც პირდაპირ გეუბნება ვაჟას ალდა ქეთელაური პირდაპირ გეუბნება იმას რაც დღეს ხდება და მიზეზებს იმისა რაც დღეს ხდება რომ არ შეიძლება მტერს ასე უყურებდე არ შეიძლება საერთოდ ბრძოლის ველზე გადიოდე და გეგონოს რომ სიმართლე შენ ხარეზეა და როგორც ებრაელები შედიან ხო აღთქმულ მიწაზე და ებრძვიან იქაურ წარმართებს და ამ ბრძოლაში ღმერთიც მათ მხარეზეა ინდონეზე რომ ციდან ქვებს ესვრის მოწინააღმდეგის ჯარს ხო არ შეიძლება ბრძოლის ველზე გადიოდე გეგონოს რომ ღმერთი შენ მხარეზეა და გამარჯვება გარანტირებული გაქვთ ამას და არ ხარ რომ სიკვდილის პირისპირ დგები ეს არ არის სიკვდილის პირისპირ დადგომა გარანტიებით სიკვდილის პირისპირ ვერ დადგები მაშინ დგები სიკვდილის პირისპირ როცა გარანტიები აღარ ახარ და მაშინ მჟღავნდება ვინ ახარ და რა ხარ ამიტომ წაგებული ომი მნიშვნელოვანია ამიტომ რისკი მნიშვნელოვანია ამიტომ მნიშვნელოვანი წაყვე იმ რაღაცა გულის თქმას რომელიც გონების საწინააღმდეგოდ მიდის ხო ამიტომ მნიშვნელოვანი რომ ზვიადაური მტრის სოფელში მიდის და კარგავს ყოველგვარი არ კარგავს ყოველგვარი ირჩევს სიფრთხილე და კარგავს ხო ამიტომ რომ და ეს არის ყველაზე დიდი სიმამაცე ეს არის ნამდვილი სიმამაცე და არა ის რომ ზურგს თემი მიმაგრებს ზურგს ღმერთი მიმაგრებს ზურგს ჩემი სიმართლე მიმაგრებს და მტერია მხოლოდ ბნელი და გავდივარ და ხმალს ვიქნებ და მგონია რომ ძალიან მაგარი ტიპი ვარ რაც დღეს ხდება არ არის ეს ხო გუშინ სერიოზული ჩხუბი იყო ზუსტად ამაზე იყო ჩხუბი ხო რომ როგორ მოდის ბნელი თურმე გარედან და როგორ გაგონადგურა ამერიკამ და როგორ გაგონადგურა ბევრის ცოდნამ და როგორ უნდა
შევუზღუდოთ ხალხს ინფორმაცია იმისთვის, რომ ბევრი არ იცოდნენ და წესიერები გაიზარდონ. რაც არ ვიცი. რაც არის ნაკარნახევი ლაჩრობიდან, რაც არის ნაკარნახევი შიშიდან, რაც არის ნაკარნახევი შინაგანი ხალხური ბუნებიდან, სადაც ადამიანმა არ იცის ვინ არის და რა არის, არ აქვს პოზიცია, არ აქვს არანაირი მყარი კლდერო, სადაც ადამიანის ახს ქვიშაზე აშენებს და ქონია, რომ სადაც კლდეზეა, სადაც ადამიანი არ ზდის საკუთარ გონებას დიდი დებამდე, სადაც საფრთხეს არ აღიარებს იმას, რომ მთელი სამყარო საფრთხეა თავიდან ბოლომდე, რომ იბადები უკვე საშინელი საფრთხის წინაშე გეხარ და იმის სიმამაცე უნდა გეყოს, რომ ადრე თუ გვიან აღიარო ეს და მიუხედავად იმისა, რომ წაგებული ომია, მიუხედავად იმისა, რომ კვდები, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ გამოსწორდება ამ ქვეყანაზე, მაინც იბრძვი იმ სინათლისთვის, რომლისთვისაც სიცოცხლე ღირს, და იცი, რომ შენ გულს ღმერთი ხედავს, ხო, და ყველაზე მთავარი ეს არის. არ ვიცი კიდევ ერთხელ რამდენად გააზრებულად, თანმიმდებულად ვლაპარაკობ ამ ყველაფერს, მაგრამ მთავარია გულიდან მოდის. და საინტერესო ის არის, რომ არ ვიცი, შეიძლება სწორედ იმიტომ გაჩნდა ჩვენთან ვაჟა, რომ მუდმივად ამ დღეში ვართ, მუდმივად განწირულები ვართ, რომ მოკლათ ზვიადაურები, რომ შევაჩვენოთ ალუდა და გავაგდოთ თავისი ოჯახიანად, გადაუწვათ სახკარი, რომ საუკეთესო შვილებს ერისას ვებრძოლოთ, ჩავქოლოთ, გავანადგუროთ. შესაძლებელია ეს არის ჩვენი რეალობა თლიანი ისტორიის მანძილზე და სწორედ ამიტომ ამ უდიდესი ბოროტების საპირწონედ იბადება ჟამიდან ჟამზე ადამიანი, რომელიც ატლასივით საკუთარ მხრებზე იღებს მთელი ქვეყნის ბედს და გმირია. შეიძლება ისეც არის, რა ვიცი. ზოგიერთები, მაგალითად ლევან ბერძენიშვილის უძახის ამას ხო, რომ ქართველი ერი არასოდეს არ არის შოთა რუსთაველის ღირსი. თუმცა ის ამას სხვა კონტექსტში იძახის. მე არ ვფიქრობ, რომ ზოგადად ქართველი ერია, მხოლოდ ესეთი, მე ვფიქრობ, ნებისმიერი საზოგადოებაა ესეთი და ვაჟაც პრაქტიკულად განსხვავებას განსხვავება ქისტებს შორის, რომლებიც ზვიადაურს კლავენ და განსხვავება ხევსურებს შორის, რომლებიც ალუდას სახკარს გადაუწვავენ და სოფლიდან გააგდებენ, არ არის. ერთნაირი აზროვნება აქვთ, ერთნაირი შეხედულება აქვთ, ერთნაირად ცდილობენ წარწყმიდან ადამიანის სული და მოიპოვონ ძალაუფლება მის ამ ქვეყნიურ ცხოვრებას და იმ ქვეყნიურ ცხოვრებას, ღმერთობას შემულობენ პრაქტიკულად, ხო, ამ ქვეყნად მოსპე იმ ქვეყნად რაღაც ერთში, ხო. ეს იძულის უდიდესი ფორმაა, რომელსაც გამართლება უბრალოდ არ აქვს, იმიტომ რომ ვინ გონია თავი ღმერთი, რომელიც სჯის ვინსად უნდა მოხდეს და ვის უნდა მოემსახუროს და ვის ცხოვრებას რა ბედი აქვს. საზოგადოებას ამისი ის აქვს, ასე ვთქვათ, ამბიცია. მაგრამ ასე არ ფიქრობს მუცალი, ასე არ ფიქრობს ზვიადაური, რომელიც იძახის ძაღლი იყოს თქვენი მკვდრისა და ასე არ ფიქრობს მუცალი, რომელიც ნატყვიარში ბალახს იფევს და ბოლომდე იბრძვის წაგებულ ომში. და ამიტომ არიან ისინი ყველაზე ძლიერი ადამიანები, რომლებიც ცვლიან ცნობიერებას, ხო, მუცალი ცვლის ალუდას ცნობიერებას, ზვიადაური ცვლის ჯოყოლას და აღაზას დამოკიდებულებას და ისინი რჩებიან მითოსურ ცნობიერებაში, ისინი ცვლიან ადამიანის ბედს და კაცობრიობის საჭე მათ ოპყრიათ. თუმცა ამის არ შეერა, რა თქმა უნდა, თემს არც ქისტებისას და არც ხევსურებისას და ამის არ შეერა და გუშინ ჩემს ოპონენტს, რომელიც გაჰყვიროდა, რომ მარტო შენ რას იზამ, საჭიროა ძლიერი ხელი, საჭიროა ჩავკეტოთ საზღვრები, საჭიროა ავკრძალოთ Netflix-ის ფილმები, საჭიროა ასე ვქნათ, საჭიროა ისე ვქნათ და როცა მე ვუთხარი, რომ ცოტა არ იყოს და პათოში და დემაგოგიაში გადადიოდა, დიდ შორაწყფად მიიღო ეს და პირველ თავდასხმაზე წამოვიდა. ასე რომ გონჯობია გავიღვიძოთ, გონჯობია რაღაცებს იღმისეულად შევხედოთ, გონჯობია ჩვენი
ამ გონჯებია ვაღიაროთ, რომ სტალინი მაგრად გვეთამაშა და მაგრად აგვირია სულიერი გეოგრაფია და დავალაგოთ ყველაფერი თავის ადგილზე და დაუბრუნდეთ საწყისებს, ანუ დაუბრუნდეთ ქრისტეს, დაუბრუნდეთ შინაგან სივრცეს და ანუ ასე ვთქვათ, ვიცხოვროთ ღვთის წინაშე, ვიცხოვროთ სინდის წინაშე, დავუშვათ, შევქმნათ საკრალური სივრცეები ადამიანებს შორის, ხო, სადაც ყველანი ერთნი ვართ ღვთის წინაშე, სადაც პასუხისგებლობას სრულად ვიღებთ რაღაცაზე, ყოველგვარი წუწუნის გადაბრალების და იმის სახლის გარეშე, რომ ბიჭო, მე ხო ვიცი შენ ვინახარ და რა გაკეთებული. უსინდისო და ვისწავლოთ პატიება, ხო, ტარელი, რომელიც რამაც მეფეს პატიობს, იმიტომ რომ მტერში ღირსება უნდა დაინახო, ანუ თუ მტერში ღირსებას ვერ ხედავ, მაშინ კაცობრიობა დაიღუპება, თუ მტერთან შერიგება შეუძლებელია, კაცობრიობა დაიღუპება, თუ იმისი სულ გრძელობა არა გაქვს, რომ ადამიანს აპატიო მას სამუდამოდ ეძულები და აღარაფერი აღარ დარჩება, ანუ აღარაფერი აღარ დარჩება შენ ქართველი ერისგან, თუ ეს სიბრძნე და მე მგონია, რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ არ იყო ასე, ხო, იმიტომ რომ ჩვენი ენა, ლიტერატურა, ანუ ვერ დაიბადება ლიტერატურა და ვაჟასნაირი ადამიანი არაფრისგან, ხო, და დღესაც რო უყურებ ადამიანებს, ჩვეულებრივი ადამიანებს აქვთ ეს სიბრძნე და საკრალური სივრცეები ჯერ კიდე შემორჩენილია, ასე რომ აუცილებლად დავუკვირდით, იმიტომ რომ მთელი ამ დროის განმავლობაში თუ რამემ გადაგვარჩინა სწორედ ამ ცნობიერებამ და ხედვამ, რომელზეც ვაჟა წერს, რომელზეც რუსთაველი წერს, ხო, საკრალურმა სივრცეებმა და შინაგანმა გეოგრაფიამ, თუ ეს არ გვექნა, მაშინ კარგად იყავით, ასე რომ რა ვიცი, იმედია რაღაც გამოფხიზლება გვექნება. კარგად ზანდებოდით.